იაკობის წერილი. თავი პირველი. ღვთისა და უფლის იესო ქრისტეს მონა იაკობი, განთესილობაში მყოფ 12 ტომს გიხაროდეთ. ყოველივე სიხარულად ჩათვალეთ, ჩემო ძმებო, როდესაც სხვადასხვა განსაცდელში ცვივდებით. რა კი იცით, რომ თქვენი რწმენის გამოცდა მოთმინებას შობს. მოთმინებას კი ჰქონდეს სრულყოფილი მოქმედება, რათა იყოთ სრულქმნილნი, წუნდაუდებელნი და ყოველგვარი ნაკლის გარეშე. თუ რომელიმე თქვენგან საკლია სიბრძნე, სთხოვოს ღმერთს, ყველასათვის უხვად და დაუკვედრებლად გამცემს და მიეცემა. ოღონდ რწმენით და ეჭვის გარეშე სთხოვოს, რადგან ეჭვიანი ჰგავს ზღვის ტალღას, ქარის მიერ აღზრულსა და მიმოტაცებულს. ნურც გონია ასეთ კაცს, რომ ღვთისაგან მიიღებს რამეს. მეჭველი კაცი არამდგრადია თავის ყველა გზაზე, მაგრამ თავდაბალი ძმა იქოს თავისი სიმაღლით, მდიდარი კი თავისი სიმდაბლით, რადგან გადაივლის როგორც ბალახის ყვავილი. რადგან აღმოხთა მზე პაპანაკებით და გაახმო ბალახი, დაცვივდა მისი ყვავილი და მისი სახის მშვენება დაიკარგა. ასე დაჭკნება მდიდარი თავის გზებზე. ნეტარია განსაცდელის გადამტანი კაცი, რადგან რა კი გამოიცდება, მიიღებს სიცოცხლის გვირგვინს, რომელიც აღუთქვა ღმერთმა თავის მოყვარულთ. ნუ რავინ იტყვის განსაცდელში, ღვთისგან ვიცდებიო, რადგან ღმერთი არ იცდება ბოროტით და არც ვისმეს ცდის. არამედ ყოველი იცდება თავისი გულის თქმით, რომელიც წარიტაცებს და აცდუნებს მას. შემდეგ გულის თქმა ჩასახავს და შობს ცოდვას, ჩადენილი ცოდვა კი შობს სიკვდილს. ნუ შეცდებით, ჩემო საყვარელო ძმებო. ყველა კეთილი საბოძვარი და ყველა სრულყოფილი ნიჭი მაღლიდან მოდის, ნათელთა მამისაგან, რომელთანაც არ არის ცვლილება და არც ჩრდილი ცვალებადობისა. მან თავისი სურვილით გაგვაჩინა ჩვენ ჭეშმარიტების სიტყვით, რათა ვიყოთ ვითარცა პირველ ნაყოფი მის მიერ შექმნილთა შორის. ჰოდა ჩემო საყვარელო ძმებო, ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მკვირცხლი, სიტყვასა და რისხვაში ნელი. ვინაიდან ადამიანის რისხვა არ ქმნის ღვთის სიმართლეს. ამიტომ მოიშორეთ ყოველგვარი უწმინდურება და ბოროტების ნატამალი და მშვიდად მიიღეთ თქვენში ჩანერგილი სიტყვა, რომელსაც თქვენი სულების ხსნა შეუძლია. იყავით სიტყვის შემსრულებელნი და არა მხოლოდ მომსმენნი თავის მოსატყუებლად, რადგან თუ ვინმე ისმენს სიტყვას და არ ასრულებს, ჰგავს ადამიანს, რომელიც თავის ბუნებრივ სარხეს სარკეში ათვალიერებს. შეხედა თავის თავს, წავიდა და მყისვე დაავიწყდა, როგორია იგი. მაგრამ ვინც ჩაუკვირდება სრულყოფილ რჯულს თავისუფლებისას და ასე განაგრძობს, მომსმენი და დამვიწყებელი კი აღარაა, არამედ საქმის მოქმედი. კურთხეული იქნება იგი თავის მოქმედებაში. თუ რომელიმე თქვენგანს გონია, რომ ღვთისმსახურია და ენას კი არ ალაგმავს, არამედ თავის გულსაც თუნებს, მისი მსახურება ფუჭია. წმინდა და შეუბღალავი სამსახური ღვთისა და მამის წინაშე ისაა, რომ მიხედო ქვრივობლებს მათ გასაჭირში და შეურყვნელად დაიცვა თავი წუთისოფლისაგან.